საღამოში და ვის. აი აღარა აქისო, გაბარ ხანდახან დაიტაკება ხოლმე სხივი ტრდა. აი ნაშკა დაუწიეთ მადედა. გადაიი. ახლა აღარა აქ. ხო. რა უწყამდა. რა. სხივი ეტყობა მაგარი შუქი არ არის დღეს. გუში მაგარი იყო. თუ ხელს უწყამდა? ხო. ხამე კიდე დენი გაიჩო. ესე გაიჩო. კიდე ვიდეო ვაწარია. მალევე ატო მოვიდა. იქ ვიცი. მალე მოვიდა. კიდე კარგი ვიდეო მოვასარია. მე თუნე შუქი არ ცოტა გამიგია. ჩამოიწყეთ. შუქი არ მინახია. მე ნამდვილად. შუქი არ მინახ. ой, მე რა გავაჭრია. რა ხდება თქვენსკენ კარგი დახარი ხარ ხოლო? ჯამაათნო. ჩვენსკენ ცუდიანი დიგვაქნა მეტნავად. ხამოვიდა ის ცუდიანი. კიდე. წვიმს მე რა ვიცი არ გასულა მე გარდი მომწვიმს. Ebişi წვიმს არ მოყავს ეს წვიმა რა როდის გამოვამიდე რაღაც ნოველური საფუში ის არის რა ქვია მარტითათები გაზაფხულის პირს არ დაიწყო ახლა კრატული ხოწები თუ გლახატი გადადი ცოტა გლახათ ისმის ხრატული ვიდეოში ისმის ხოლმე ცუდად მე გიწერა ნუ აკრატუნეს ნუ რაფესო ხმაური ისმის ხმახალს კი არ აგავს იმას აგავს რა ქვია გეგონიო ჩამოიქცა ყველაფერი ამაში მაგრა ისმის ეგრეა ნებისმიერ იმაში ეგრეა იმ დღეს ჩვენი ლელა რომ ელაპარაკებოდა ჭუჭეს რო მოშვებოდა ხო რა გეგონება დაიქცა ყველაფერი ხო რა ხარუხი იყო თქლაფუნის გლახათ ისმის თქლაფთუნ წყლის ხმა ხო ყველაფერი ხმაური კაგუნი მართალი მე წერენ თუ არა იკაკუროს რა ჩვენი ბრალი ხმაუროს მაგრამ ცუდად ესმით მე ზოგი ყურშას მენებით უყურებს ხო საქმეს აკეთებს ჯიბეში ექტენ ხო უსმენს იგრია საუბარი თემებზე ხვალე ვისაუბროთ ბევრი თემა არის ხო და გრძელი ვიდეო გამომივა დღეს ხო ხვალე ვისაუბროთ თემაზე გავყოთ ის თემა ცოტა ადრე იქნება მოვიდეთ გავყოთ თემა შუაზე ნახევარი ჩავწეროთ მე ნახევარი მე ჩავწეროთ კიდე კაია თემები განვიხილოთ თემები რა ხდება როგორ ხდება ყოლს მეტი არა წახებს ამ ყოლს ყოლს აღარ იქნება მე დაიუშვათ არ მინდა ჯიჯი არ მინდა ყოლი ყოლი რომ მიეტანო ან პურს ან მას რა ქვია მე ზარბა თორა თაფსაც გამოვიღებ ახლა მეზარება თაფსის ეხუაში ჯამ კარახი არ არის ან ჩაის უნდა მიეტანო ან რაღაცას და ყველი ხო ხო და პურს მიერავ ჭამდა დღეს მივატანო სუპს დღეს სუპი გავაკეთე ხალხნო კარტოფილი შევწვი სუპი გავაკეთე კიდე რა გავაკეთე აი მგლახა მიჩი ის არა აქ რა ქვია მუღამი არაფერს გაკეთებას იმასაც გააჩინა თარო წვიმ და თან უაზროთ რომ იმას აშვება ხო იმასაც გააჩნი მან მოთოს მაინც ცოტა ხო აი მაგაიცი უკეთესი თუ არა ჯობდეს ამ ტალახი მაინც არ იქნება რა ლაფი არის სულ მე რო გაშრება აი მან არის ის ლაფი გაშრება გაშრევს
მალე გაშრება და ეს წვიმას თორი მიჩები. თორში მაინც არ ავსვენდები, რომ მიდიხარ. ხო. წვიმაში ზემოდან გეყრება ისინი და გადნება უბრალოდ. მეტი არაფერი. გაჩქლობს. დღეს მიხოდა მარო გვაქვს. მე რა სასაცილოები არიან, ხა? აღარ მომწონს მე მაგალითად, თან ბოლოს. თავიდან უკეთესი იყო. ის სასაცილოები რომელი. თავიდან უკეთესი იყო. ის ეხლა მეტი წილი იგინებიან სულ 24-ზე. ხო, არა, ეს გინება. გინება რა უბედურებაა. ის კაი იყო ის სასაცილო. სულ თავიდან რო იყო. ხო, გამოვიდა და პირველად რო გამოვიდა უკეთესი იყო. ახლა რო იყო ამ ბოლოს. იგი მე ხორო ატრიალ. სამაგარი. ელემტკება. მე წელი მეწვის. კлахათ არის გავჩიდით მგონი იმ დღეს ჩვენა. დავშველდით. ალბათ. გაციდი რა ოხრობის თქნარება ამიტყდება ხოლმე რა არის? იცის დაგვიწერა რა ყოწუ შემთქნარებით. ჰეიტერი აღარავინ მოსულა. ჯეჯორობით არა. დაჭკვიანდნენ. რა ვიცი. მე თუ მოვიღაცა დაჭკვიანდნენ მoni. ყურების ფხანა ცნილია ყური გუში მეფხანებოდა ყური ღამე ვერაფერი ვერ დავიოკე ყურის მოფხანა რა ვიფხან ლამსაკინა გამოვიგლიჯე ყურის ძილისა ბიბილო მოვიგლიჯე შიგნიდან მოვატყავე ასეც სამშობლოდი წელავდი ყურს იქნება გაჩერდეს ფხანად ყურის გაწელვა რას უშველის? მე რა ვიცი. ჩემი ჭკუით რაღაცა ვშობოდი და რა ვიცი. ამზაფხულზე ეშველება ის ფეჩი რო აღარ იქნება იმის ხრატუნაბურს. იმაში გახუხავს ალბათ. რაში? ხრატუნაბურს ზამთარში ჭამს ხოლმე. ეგ ზამთრში საჭმელია. ზაფხულში სულად გინდა პური. ხანდახან ისე დაეფუფქავს პურს. სულიც რო აღარ აქვს ხანდახან პურს. ხანდახან არა აქვს და ხანდახან უბრალოდ გავარდება. როგორ არა აქვს დამწვარ პურს როგორ არა აქვს? ვინ არის? მათხოვე მიდიება ვინა დაუწევ ხოლმე ისე გაფიქრე. Ой. Лера არის მგონი. რა როგორიც. მათხოვე
ხო? ხო. უბრალოდ უცბად რა ვიცი. იგიაფეშა მოვიდეს ან არ ჩაიშტო. რას გაიგე? ხალხურ ეს ნიჭიერი საწაიღეს ვერ გავიგე. არ ვიცი დაბრუნდებაო. ახლა მომწერა ლელა. ცეკვაზე დადის ლიზიო და შეიძლება ნიჭიერში გამოვაო. ტყობა ის ჯგუფი გადის ნიჭიერში. სადაც ის ჯგუფი მაგას არ გამოიყვანე. ეგ ახალი მისულია და მაგითო. ეგ უკვე ჩაწერილი იქნება. ნიჭიერში უნდა გავიდეს. ჩაწერილი იქნება ის ჯგუფი უბრალოდ. სხვა ჯგუფი ეყოლება ალბათ. ხო, შეიძლება გაიყვანონ კიდეც. არ ვიცი ის არის რა ქვია. უნდა დაიწყოს გამოვიდეს ისევე. შესაძლოა. აბა ისინი ვინც იყვნენ საწაიღმანს. უნდა გამოვიდეს ისევე ნახევარფინალები იქნება. ნახევარფინალები დაიწყება. რა ვიცი გააქრეს და. ისიც ხო გააქვს. ცეკვამი მასკულებიც აქამდე უნდა დაწყებულიყო და მე იმას აქნეს რა ქვია. გამეორები ის. მე დააწყებინეს. გვიან. ხო, გვიან. თორე ცეკვამი მასკულები წესით ძველით ახალ წესს უკვე დამთავრებულიყო, ხო. ფინალი უნდა ქონოდა წესით. ვარსკვლავების არ ქონის გამოვა. ვარსკვლავების გამო არა ეს არეულობა რო იყო იმის გამო გათიშეს კიდევ. დომხალიზაცია იყო და დღემდე არას წყნარდებიან. არ ვიცი, რა ვიცი. ფინალი. ნახევარფინალებში კი გადაიყვანეს ისინი და. ხო, ხალხი. და. ეს უგააქრეს. დაახოიეს ლარევი. აღარც სახლი მოაგებიეს და აღარც კარი. დატოვეს ისე. პირია. ზოგადად ესეთ პროექტს რო დაიწყებენ, ხო არ უნდა შეწყვიტონ, რომ მე გაინტერესებს ადამიანს, რომ რა მოხდება და ვინ გაიმარჯვებს. ხო. ვარქარი. რა ვიცი. დააწყებინებენ უაზროდ და მე უცბად ათიშავენ და ღმერთს მაინც. აი ხელები არის მაგ ფრონტში იყო ჩემი ხელები. მე ის არა ქვია სერიალებს რო დაიწყებენ რა უაზროდ ამთავრებენ. შუაზე წყვეტავენ. ხო. აი ორი დედა. აი მე რა უაზროდ კაცი შედის. მარტო ფეხებს აჩვენებენ. წესით გაგრძელების ისე დამთავრდა წესით უნდა უნდა ყოფილიყო სეზონი, კიდე გაგრძელება. ხო, მაგრამ როგორ გააგრძელეს იგარს. თან ინტერნეტშიც აღარ არის ეტყობა არ იღებენ. აღარ არის გადაღებები რეიტინგის გარე არ ქონის გამო შეწყვიტეს. მე რა აგვაბუნტეს ხალხი და აი როცა არ არის დასრულებული, თვითონ ტელევიზიამ არ უნდა იყიდოს. ხო, მართალი. აი ესეც ახლა 9 საათზე რო გადიოდა. ისე უაზრო დამთავრდა ვერაფერი ვერ გავიგე. ისა რა ქვია? ვერ ხვა? ჩემი ფავორიტი. ხო, მე ქალთანეო იქაური. მე ქალთანე სასახლიდან. ო, იქაური ის ეგრე არის. თურქული ეგრე არის თურქული. თურქულიდან ეგრე ითარგმნება. მაგრამ ჩვენთან სხვანაირ სახელებს არქმევენ, რატო აღარ არქმევენ სხვა სახელებს? რაც აქვია ბარემი დაუძახე. ბარანი სხვა სახელი გვაქვს აკელი. რა ქვია სინამდვილე? ის სისხლიანი ყვავილებია. ხო, აი ბარემ ეგრე და. სისხლიანი ყვავილი. ეხლა რო გადის ეგ არის ისა რა ქვია ქარიანი გორაკი. ხო. ქარიშხალი თუ როგორ ქარიანი გორაკი.
ახლა რა ქვია ქართულად? ეხლა ის არა ქვია. აი ეს ხარი. სიყვარულის ქარი. ხო, აი რა. ქარიშხალი? სხვისი შვილიც არ არის სხვისი შვილი. მაგაფიცა. ერგიც არ არის სხვისი შვილი. რა ქვია მაგ სხვიშვილი? მე მკვიდრეა ეგ. ხო. სხვიშვილზე არ ვიძახეთ. იმაზე ვიძახოთ, ახლა რომ დამთავრდა მტიჩი. იმ მოსამსახურემ რა გადაუყარა ხა ისინი. ვინ მოსამსახურემ გადაუყარა? პატარა გოგო რო არის მოსამსახურე ისინი, გაკეთებული ისინი, ყველაფერი დაუტრია. ვინა? ვისა? ზეინებს. აი დარდი. და ზეინებს აბრალიც ახლა ის საერთოდ არ კაცი. მაინტერესებს. ჰა? რა ნორმალური ახლა ის კაცი, ჰა? მას დააბრალი საფრთხით ხარ. ის კარგად შემოწყოს ზეინებმა და ის დააბრალიან მე დაინახა. და ი გოგო ძედ უნდა დააყოლოს და ი ბიჭის მამი დაათუ დეიდა რა ვიცი. სასხალი მაიმუნ და ი დედამისი ცხვათა შორის. გლახაკო ქალია ის. მოხლართა რაღაცები. თავის დროზე ეთქვა და აღარ მოუვიდოდა ეგრე. მაგის დედში პირალია რომ ჩაკეტა ვიღაცა იმაში, ხო? მაგალმა. მაგის დედის იცი რა არის მაგათი ბრალი? ვალი ქონდა მაგ ზეინეფის მამას მაგათი. ხო? და იმას აქნა რა ქვია? იბებია მის გააგდო? დედა? მე რა იმათ მოკლეს, მაგათ კი არა, რა ქვია იმათ. მაგ ქალმა მოკლა მე იმათ. მოსამსახურემ რაზე მოკლა? არ მოკლა მოსამსახურე ვინ ქალმა მოკლა ისა? არავინ დეიდა. დეიდამ რაღაცა მოიპარა იმათი. დეიდას ბრალია ყველაფერი, მაგათ ბრალი არაფერი არა. ეს საბამ მოიპარა. ყველაფრის თავი და თავი არის ეგ ქალი. მანდ. დეიდა, ხო? ხო. იმანიც ბებია, ზეინეფის ბებია ყველაფერი. იცის, მაგრამ მაგრამ ისა კაცა იმერია. ალცჰაიმერი აქვს და რანაირად ეწოდინება. გამოშტერებული არის იმაში, კინოში. ბოდიში ისე ალცჰაიმერი რა ცუდი რაღაცაა. თან გავიწყდება, თან არც გავიწყდება. იცი, ისა გონებაში იცი გააქვს, მაგრამ ვერ იძახი. ეიცახ კი არა, არ გახსოვს. ძველი გახსოვს რაღაცეები. ძველი რო მახსოვებოდ, ძველი რო ეწოდინებოდა, იტყოდა რაღაცას. ის ძველი რო იცოდეს. იცოდეს არ იცის, დაავიწყდა ის ძველი რა ხდება. მაგას გონია რომ თავისი შვილი არ მომკვდარა. ხო, ცოცხალია. და ეწოდინებოდა. კი. მაშინ. ძველი რო გატიშოთ მაგას რაღაცა უნდა მოვჭირო. ის არის ძველი რო ვიც არა თქვა არაფერი. ძველი რო ყოფილიყო. ის არის რა ქვია. ხო. აი ხო ზოგადად აი ადამიანზე ეს დაავადება რატო იმას მე რო გავიწიშე. შენ გაითიშე, იმიტომ რომ წამალი დალიე ქალბატონო. წნევა არა გქონდა და წამალი უხუხე და მაგიტო გაითიშე. იმ წამალმა გიქნა, სხვა არაფერი არ გიქნა. დაგიგდო ნამეტანი წნევა და გაგთიშა. აბა რო სხვა ეგრე უაზროთ წამალს, რისთვის იზოვავენ ამ წნევას? აი დაინახე, უკანონოდ რო ლაპარაკო. უკანონოდ კი ეს სიმართლეს ლაპარაკობს, აბა ისე რომ სულ წამალს აბა აბა. თავი მტკიოდა, ვინ გამიზომავდა? მე ვერ გამიზომეთნე. თავი რო გტკიოდა და ცინარესინ დაგელია იმის დალევას. არ გქონდა დაბალი წნევა, მაღალი წნევა. და მაგიტო. და კიდე ყველაფერს რომ აქ ცინარესიც ჩათავა შეიძლება. ხო თქვი ჩვენ სახში. მე მაშინ ვიყავით რა ქვია მაღაზიაში. აღდგომა მოდიოდა. მაღაზიაში ვიყავ, ხო. ის კი ნახეო, ის ვინ არის, რა ვიცი ვინ იყო, აბა მე რა ვიცი, გაითიშე და რა გეცოდინებოდა. ხო და ის მაღალმა წნევა უცბად აგირია ტვინი. არ ქონდა მაღალი წნევა და ხო დაბალი, რომ გაგისინჯე ქალო. უფრო დაგივიდა.
ისე დაბალი წნევა ქონა რომ რა ვიცი 40-ზე იყო თავის წნევა ყოველ წუთას ნუ აქ ცინარეს ინზალდება შეიძლება არაფრით მე როცა ყოველთვის სადაც უნდა თავი წამოგტკიდებოდ უბრალოდ და ცინარესინი ეგრევე მე არა დამილებია დღეს ეს აი ბებია ჩემზე ვიძახი თავისუფლად რომ ეწყება იგივე ხა ჯანი მადლი არის ნამიტანი დღეს გავით გუში კი იყო წვიმა მაგრამ ასე არაციო დღეს უცი რა უხრობა აი მე ჩამოვარდნენ დაბრიგირევე კატები ეწოლა ჭერში არიან შიგნი და იმ შედიან შიგნით ისა ჭერში არიან თაგვები დედა და თაგვების დასაჭერად არის მაღლა და იმიტომ ბრაგუნობს ბრაგა ბრუგი გაუდის და ეს თაგვებიც რო დარბიან ესეც იმას აშვება რა ქვია ბრახუნებს იგიც და ბრაგუნებს მაგრამ რანე ჩადის აქ მე რა ჯანდა ჭერში შიგნით მე რა თქო რომელსაც გაითიშა დინი მე რა ვიცი მე ვერ გავიდი მალევე ია 3:30-ზე მე მგონი ია მოვიდა მესიჯი რომ 3:30-ზე გაითიშებაო და 4:15 წუთზე უნდა მოსულიყო მაგრამ მალე მოვიდა შენ მოსად დაგეცინა თეი მე 4-ზე დილით ის ქონდა დალეული ენერგეტიკული მარტო ენერგეტიკული კი არა გვიან მეძინება ისე თუ წერობის იწება და გეცინება მე რა იქ აწე გავდა კაცი მაგრამ მე რაც კიდე იყოს მაინც უხარ მიჩეული დროს მე კი გეღვიძება რა დრო წუხან რომელსაც დავწეთ პირველი იყო შენ გიძინა ჩვენ დავწეთ მე ჩემზე ვიცახე თქვენზე არ ვიცახე ხო და მე ჩვენ გვიან დავწეთ მე როდის დამეძინა ამარათი ჩამოვიდა უკვე თიმუში ჩამოვიდა განბაჟ და კიდეც როდის მოგიტანა განბაჟება დაამთავრა ეხლა დახარისხდება და შენი გიო არა მეზობლების აი აბა ვისი მეზობლების აბა ვისი თიმუ 19-ში უნდა მოვიდეს 19-მდე? ბოლო არის 19-ია ბოლო ახლა საკურიერო როგორ მუშაობს ჰა? საკურიერო როგორ მუშაობს რა არის დედა? რა ერთი თუ რამდენიმე დღეში მოვა 19 რა ერთი რა ეს რა არის 9 ისა 9 არის ყველანი მე რა გინდა აღარ არის თაიცადე კალენდარში ვნახო როდის არის 19 სადა კალენდარი თებერვალზე გადადი დეკემბერშია თებერვალი თებერვალია რა დეკემბერში გახსოვ
თავში გადადეს 19 დღეს არის 8 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ისა რა ქვია ეცადე 19 11 დღე არის რა მამა ჩვენ უნდა რა ქვია 19-მდე დღეს არის შაბათი, კვირა. დღევანდელი 2 დღე აღარ ჩავთვალოთ. 1 2 3 4 5 6 7 ხო არის? ხო. მეორე იმასა ისა რა ქვია. ეხლა რო კვირა დაიწყება და მეორე კვირას არის 19. ორი კვირა რაც კი. რა ვიცი ან ერთი მოვიდეს თავის დროზე ან მეორე. ხო რა, ეს რომ მოვიდეს ეს ჯობია იცი. რა. აი ეს რომ მოვიდეს. თიმურ რომ მოვიდა, ის ხო მოვა, უნდა წავიდე, მაგრამ თიმურ რომ მოვა და იმ რომ დამირეკონი ხო იქნები, არის მასიავს. რა ქვია. ვერ ავიღებ იმას მე. წავა უკან. ხო. მე წაიღებს უკან და ის თუნდა ვეძებო მე იმას. იმისისა. ამანათი. ნეტა ეს მოვიდეს მალე. ხო, თიმუ ჯობია რომ მოვიდეს მალე. თიმუ რა ვიცი ასე მალე დაასრულეს განბაჟება. ბევრი არის ხო? საში კაცხოვანა ხალხი მუშაობს და უცბად დაასრულებენ მას. ერთი კვირა უნდება ხოლმე განბაჟებას. გუშინ განახლდა აეროპორტში ჩამოვიდა და დღეს განახლება მოვიდა განბაჟა უკვე. წინ იყო შენი ის რა ქვია? რა ვიცი რა გააკეთეს რაღაცა GFS-მა მაგრამ იმუშავა. ის არის რა ქვია? ეთყობა პირველი იყო შენი ამანათი და პირველი დაახტნენ შენოვანაც რო გაუბაჟოთ. კი რა ჯანდავს აკეთებენ მაგ განბაჟებით კაცო. ხსნიან. ფუთე მე ხელმეორე საბადათი და ხელმეორედ ფუთავენ და იმიტომ არ 70-ჯერ გადაფუთული იმითი რა ქვია. სკოჩით. წებოვანი ლენტით. დედა. ფათა ფუთით უნდა გაფოთ. გახსნია იმ თემოს გადაფუთულს და რა ამბავია წყალი რა დალია აკვირაში წყალი არ დაგილებია რა წყალი არ დაგილები ეცელი ნახევარი დავდავდა. ეს დილით. რა ამბავი აია. მაგდენი არ ვარ გამიერე 1 ლიტრი ერთი დალევაზე კი არ უნდა დალიო მე შეკავ ტელევიზია კეთებია, მაგრამ სავსე კეთება. ვითომ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიო 2 ლიტრი წყალი არაფრით არ შეიძლება მაგარი? 2 ლიტრი წყალი უნდა დალიო 3 ლიტრი უნდა დალიო დღეში. არა საერთოდ არ ვარგა ორგანიზმისთვის არ ორგებულა მართლა ეხე ვიძახიან უკვე აღარ ვარგა არ ვარგა იმიტომ რომ იმას იწვევს რა ქვია შეშუპებას ნუ სიზოს გიორგემდი წყალი როცა ორგანიზმს არ უნდა ის თვითონ შეგატყობინებს როცა მოუნდება კი წყალის სული მინდა მე. ესე იგი ეგ შაქარზე უნდა გაესინჯო მე ყოველ წუთას რო გინდა უდაბა ჩინთა რა უნდა შეკეთო. შაქარს რა უნდა შაქარს აჭამ ყოველ დღე ჩაისას ვამ იმასაც რა ქვია ჩაი ჯესი ამ ყავს მოვყე დამნია. მაკაროს გავაკეთებ პესოქს შაქარს იყრი ხო ბიშზე იმას იყრი შაქარს ხო გრეჩიხაზე შაქარს იყრის ნავის არა, გრეჩხაზი არ უნდა ჩაკარი არ უხდება. ყველაფერზე შაქარსა ხო და შაქარს არა ჭაო ერთადერთი ყავაზე სომის შაქარს დაბრიგინებს მიგერ როგორც ზედმეტად ის ბრაგი ბრუგი ბრაგი ბრუგია
სედმეტად გემო შაქარი. ვერც მაკარონზე ვერ დავიყრი შაქარი. შაქარი არ უხდება მაკარონს. ვერა, მე არ შემიძლია. ის ქაში შეიძლება ჩავიყარე. იტალიერს რო ეგ შაქრიანი მაკარონი მეუტანო და კიდე წყალი რო გადაასხა და ჩვენ როგორ სპაგეტს ვამტროთ. თავზე დაგაყრის. შეიძლება, ეთქობა არ შეიძლება. ისე დავაყრი ღმერთმანი რო. თავზე გადაგაყრის იმას. შენ პაკეტი ძაღლ. და წყალს რო იმას იზავ კიდე გადაავლებ. მე წყალს არ ვავლებ. გემოსაცემ. გემო მიყვება წყალს. ცარიელავრი ის არის აქ ჯერისედაც რა არის მაკარონი? ჯერ ისე რა არის ესე მაკარონი ხო? მაკარონი არ მიყვარს და თქმილად ხო უნდა შეჭამო იმ მაკარონი. არ უნდა შეჭამო. შაქრია. უნდა შეჭამო ბოლონეზე. ჰა? ბოლონეზე უნდა შეჭამო. ეგ არის რაც არის. ჰა? ეგ არის რაც არის. მალავა. აბარა ჩვენ არ ვიცით მაკარონის გაკეთება ცარიელა მოუხრა გახ და ძალიან მოხარშავ ხოლმე. არაფერი ვიცით. არაფერი ვიცით. მაკარონის კეთება არ ვიცით. რა ხარ მაკარონს ვერ შეჭამ. რა უბრალოდ 24 საათი მაკარონი შეგამტება მაკარონის ჭამა. კეთება ჩვენ არ ვიცით. სიამოვნებით შევჭამ ყოველ დღე მე მამალი. საჭამენი და ილეგები და ვინ გითხრა რომ არა ჭამე სულ მაგას კი არა ჭამე ყოველ წუთას. მე აქ მაკარონი არის და მე ის არის 100 გრამი მაკარონი. გაჩუნდი რა. ჩვენ რომ მოვიდგანთ ხოლმე 100 თეიფშზე. 100 გრამი მაკარონი ერთი ადამიანის სამყოფია. ხო და სამაგიეროდ პურს ავჭამთ კი, ქართველები. ბაზონო. საერთოდ რო არ იყოს ეს მაკარონი ქეჯობია. ის არის რა ქვია. ცოტას თუ სუპს შეჭამს. გაუკეთებს იმათ პაპა. სულს ჩა ალტერნატივას იპოვიდა რაღაცას ჭიაყელები ქვეყანაა მიწაში. ჭიაყელები შეიძლება. მერე მაკარონებს ხო გვაქვს? აი მე გიორგი და კაცები აღარით შინასამობა. ძალიან კარგად ვიცი რა. კაცები ჭიაყელა. იმაზე გამახსენდა საჭმელზე. ის არის რა ქვია. ვიდეოები მხვდება რაღაცა ჩინური ვიდეოები. ტაფაზე დაყრის იმას რა ქვია, ქვებს კარგად გარეცხავს, ტაფაზე დაყრის, მოაყრის ზემოდან ყველაფერს, პილპილს, მარილს, წიწაკას და რაღაცებს. ხუგი რო იმას იზავს რა ქვია, გააცხელებს. იღებს და იმას აჭამს. ქვებს? ლოკავს. ლოკო. ხო არა კალია ვიღაცა. ქვებს ლოკავს. იმაგრადა სტუკები. ჩინელია გონი. იგაჭილებს სამაგრადა სტუკები. ბევრი უცნაურ რამეს ჭამენ ჩინელები არ უნდა გაგიკვირდეს. აქ ბიჭო. არ უნდა გაგიკვირდეს. პილპილი რა უნდა ქვას ბარიტყა ისე გალოყოს და პილპილი, მარილი, ისა რა ქვია, წიწაკა. რაღაცას მოაყრეს ხოლმე და ლოკავს. ან გარეკილი აქვს, ან მართლა ჭამენ. მოხდა მე შევიდა. და ჩემი ახლა იყოს. არ გლახათავს. ცუდად არის საქმე. უგუნდაც ეგ მაინტერესებს რა გემოსაყოლებს იმას. პილპილის და ფურცადოთ მოდი. წიწაკების გემოსაყოლეს ხო რა შეაყოლებს ქვის გემოს. თან რეცხავსო და ვეჩაკბიჩავს ხალხს ვერა იმას რა ქვია. ქვას ვერაფერი და. ცხიმსაც უკეთე. ხო, იმას ასხავს ზეთს. ზეთს დაასხავს ტაფაზე. ინდური ტაფები რო, ხო იცი? იმას რო აკეთებ ხოლმე ესე ღრმა ტაფები რაღაცა ქვია. ხო, იმაში. მე სპეციალური ქვა ალბათ არის ეგრე უნდა გააკეთო. რანაირი მერე? მე რა ვიცი. მერე იმას რო გალოკავს ყრის. რა. დედა რა ხავქნა. ლახათავს. ხო არ ცადოთ, ეგზოტიკურია. ლახათავს. და ეგზოტიკური კერძები და ისინი მე მიყვარს. გავლოკო. მოდი და ცადოთ აბა. ყვები რა გავლოკო. იქნება, ხო? და საბუთო ქორუ გავლოკო რა იქვა. ხუთა მე იმგრა ყვილე. კბილები რადგინა რენით გალოკა. და სისულელი ეგ არის მართლა. რა ვიცი გალოკავს ქვას და იმას აშვება რა ქვია. ეგ მართლა დებილი. ყრის. ნეტარისთვის იმას აშვება რა ვიცი. რატომ ლოკავს? ერთი ჩამოვიდა გრადუსი. ერთი არის გრადუსი ერთი.
უაზრო რაღაცეები ხდება ხალხო. რატო არის, ან რისთვის არის, რატო აკეთებენ ჰეითერები იმისთვის ვიდეოს გულისთვის. ალბათ გიორგი. რაღაცა ალბათ ჭამენ თორე. რატო გააკეთეთ ყუილა? იცი ამინდია. აი თითქოს თოვსავით. აი წვრილი რაღაცნაირი ის თოვლიც და არც თოვლი. არც თოვლი, არც წვიმა, არც თოვლი, არც ის არა ქვია. ზე, არც ზე, ღრუბელი. არც ღრუბელი. აი რაღაცნაირი ბედითური ამინდია. ბედიფსკი. რა. აგრა ბედითობა. კაიცან არ შემინთო ახლა. გარიქა შეუნთო არ გამობეთქოს. უკან გავიგუდე ჯერ ისე და მცხელა. ხალხო მეორე ამას გაიგონებ. ინტერნეტი. იცი რა არის მართლა ის აი ამ ინტერნეტში აი 1000-ნაირი რაღაცა დევს. რავი მართალია, ტყუილია ვერ გაიგებ ადამიანი. მე ყველა ის არა ქვია. ყველა ქვეყანაში რო ინტერნეტში არიან ჩამძვრალები შემოვიდნენ. ყველა თითქმის აბსოლუტურად. მე იუთუბერები რამდენი არიან? ოღონდ დაიწყო. ბევრი კოლეგა მყავს. ამრავლოდ კაცო. ცოტა ხანმა მაგასაც მოწყვეტავენ ბოლოს. არ მოწყვეტავენ იუთუბერები არ მოშოთ. რა თუ მოწყვეტავენ? ეგრე გააგრძელეს ზოგიერთებმა. კი ბატონო. რა გააგრძელეს სიგიჟე. ჰა? სიგიჟე? არა, აბა, იუთუბერებზე არ მაქვს საუბარი. აბა. ზემდგომ პირებზე მაქვს საუბარი. რა ვიცი, მე ხდება. ავით ჩემთვის პირადად ზემდგომი არც ერთი არ არის. აბრაგუნებიო. მე შესაძლებელი პურია ჭამოხრა გაუდის და შენ აბრაგუნება არ გაისმება. როდის ვაბრახუნებ მე ისე ვქენი უბრალოდ. ხო და ნუ გააბრაგუნე. ისე ვქენი და ისე არის მის ხმა. მე რა ვიცი, აბა იცი რას გაიგონები. კილომეტრზე იყო გასული. კილომეტრზე რანაირად იყო აქ და აქან არ ჭამდა მე. იქით წავიდა, იქით ჭამდა. მაგრამ ტკივა ყელი რა არის. ხო ვირუსი მინდა ხო გრიპი. რა და იმას სიძახობე გადაიკეთება ვირუსს. მე რა ვიცი, აბა ტკივა ყელი. გაციება არ გქონია კაცო. გაციებაც რაღაცა ბაქტერია. ახლა გაციება ზოგადად არ ხდება. ახლა არის ვირუსი. ხონიერა სიცხე ხონდა წეგანა 37 და რამდენი ხონდა 2 თუ 3 და რა ე პარაცეტამოლი ცაცი არის მე მოკვდე რა ცაცია და ბეჭედი რა არის კარგია. ნუროფენი ეგ მაგრამ შველის მე მიდავლი ერთი ცალია ეგ რა. სიცხის დამწევით ხო. გამოყუჩებელი ჩემი კბილების მშველელია ეგა გამოყუჩებელი ვეღარ დავაყენე საშველი რო კბილის ექინთან მივიდე გამოყუჩებელიც არის ისიც არის ისიც არის ისიც არის ისიც არის
ნუროფენი და ფაგიო? ხო, ფაგიოს ფაგიო. რაც გიორგის ფაგიო ჩვენ მასხეთ იმაზე 40-ზე წავედით. რა ქვია? რა ქვია გიო? ყელი რო ჩახრეწილი ქონდა და გონი აფთიაქში აღარ შოვებოდა იმდენი ფაგიოას. მე ციცო გაიხაროს ციცოს ვარ ეს მე ფაგიო კი არა, დეფიციტი ხო იყო? მე ხო მე დეფიციტი შემოვიდა. მე აღარ იყო მართლა. აღარ იყო, გაქრა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ პირბადებიც აღარ შოვებოდა იმაში, რა ქვია. აფთიაქებში და მაღაზიებში, აფთიაქებში ისინი აღარ იყო პირბადები და მაღაზიებმა დაიწყეს ქსოვა. კერვა იმების. ხო, კერძო. და ფული აკეთეს. მე ორმაგიდან ჭერი ქონდა რომ უარესად ცხელი იყო. შეკერილი. ხო. ორმაგი არა ათმაგი რო გაკეთებია მაინც არ მოგშორდებოდა. მაინც გხდებოდა. ერთი გადამეცდა. ნელა. წყალი მოგცე? ხალხო წავედი ახლა 41-ზე წავედი. ერთი გადამეცდა ძლივ. ამოვისვენ თქე რა იყო. 41-ია. ხო? ხო, ამასობაში კი მოვჩებოდი იმ კითხვებს. მე რა ვიცი. არა უშავს ხვალე ვიზა. აბა ჰე, წავედი. და სკრინე? ხო, მომავლიდე უნდა დაგემშვიდობები. გინდა მე დავსკრინო. დავსკრინე რაღაც გინდა. აბა ჰე და აბა ხო. კარგად. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ხამე მშვიდობისად. ბაი. ნებისმიერ ქვეყანაში